მართლაც სამწუხაროა რომ რავი მე რამდენიჯერ უკვე ხო აი 2012 წელს აი არჩევნები რო ჩატარდა რაღაცა გეგმები ქონდა ქართველ ერს და იქ რაღაც ქარხნები აშენდებოდა და კომუნალურები განახევრდებოდა უპროცენტო სესხები და რაღაცები. Რავი მოვიდა 2016 წელი და რავი მაშინ სხვათა შორის საკონსტიტუციო უმრავლესობა ქონდა ქართულ ოცნებას. რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია პარლამენტში. პირიქით ისეთი კანონები მიიღეს, მართლა ნაცებს რო არ დაესიზმრება და ყველას გვახსოვს ხო, აი 2016 წლის არჩევნების წინ, ამათმა ეხლა ამ არჩევნების წინ რომ ეს კომისია შექმნეს ნაცების დასრულების ამ 2016 წლის არჩევნებზე ეს სერიალი რო ქონდათ, ხაინდრავამ რო გადაიღო, ჰეროკრატიით მოიგეს. აი, არჩევნების წინ ეს ფილმი, სერიალი აჩვენეს ისევ ხალხს, შესაბამის დროს, იციან რა დროს არიან ხალხი სახლში, რა დროს უყურებს ტელევიზორს. ნუ ეხლა ძირითადად გადართული არის ინტერნეტში, თორე ეხლაც გაუშვებდნენ. ეხლაც რო ესეთი მიჯაჭვლობა იყოს ტელევიზორზე, როგორც მაშინ იყო. ეხლაც გაუშვებდნენ ამ სერიალს. აი, სერიალით მოიგეს, მაშინ ის არჩევნები ისევ დაზაფრეს, ეს ხალხი რო არიქა ნაცები მოდიან რაღაცა და იგივე მოხდა 2020 წელსაც. თან ეს ფილმის გაუშვეს კიდევ იმედმა და თან კიდე რაღაც ნაცები მოდიან, რაღაცა ეს დაძაბული სიტუაცია შექმნა. მოვიდა 2020 დროს დაზარალებულებს რომ მოიწვევენ ხოლმე და ალაპარაკებენ 4 წელიწადში. კი. ეხლაც ხდება სხვათა შორის, აი ეხლაც იმედს აქვს რაღაც ის გადაცემა, სადაც წამყვანს მოწვეული ყავს. ვიცით, კაცო, ეს ისტორიები, ვიცით, რომ ვიღაცას ქონება წაართვეს, ვიცით, რომ ვიღაცა, რა ვიცი, აწამეს. მაგრამ რა, ამაზე რა, ის ხალხი, ვინც აწამა და ეს ჩაიდინა, გარეთ დადის კაცო. ბიზნესებშია ისე. მინისტრებად არიან. მინისტრებად არიან და რა პარლამენტში უზიან და პარტიაში ყავთ კორტირებულად. არ ვიცი. ანუ რა არის იცით ხალხო? 4 წელიწადში ერთხელ რაღაც არის ნაცების რეჟიმის დროს დაზარალებულ ადამიანებს ზოგს შვილი მოუკლეს, ზოგს ბიზნესი დაურეკეტეს, ზოგი უსამართლოდ დაიჭირეს, ზოგს რაღაც ჩაუდეს, ზოგს რაღაც ტერორიზმის მუხლი შეტენეს. მაგრერი ხალხი რო გამოდის და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ უფლებას აძლევს რომ გამოიყენონ ქოცებმა არჩევნების მოსაგებად, ხო? რავი, გამოგიყენებო. არიან დაჭერილები? ნიჟას თქმის არ იყოს, ვინაც ეგ ხალხი იმას აქ რა ქვია, დააშანტაჟა, დაიჭირა, ცემა, მოკლა, არიან დაჭერილები? არ არიან. ის ბიჭი რო იყო იქ სიტყვას რო ვერ ძრავდა იმ პიროვნებაზე, ვინც ციხეში ურტყავდა და უბაგუნებდა კომისიაზე. არის ის დაჭერილი? არ არის. მაგ ადამიანების სეგმენტმაც უნდა გაითავისო, რომ აღარ უნდა მიცენ საბაბი ქოცებს, საკუთარი თავის მიწვევს. მე მაგალითად ეგეთი რაღაც რო დამმართნო და მე აღარ მივიდოდი ოცნების ტელევიზიებში, იმიტომ რომ ის ოცნების ტელევიზია და ის მთავრობა, რავი, ვინც მე დამიშავა, იმას ბუსტავს, კაცო. არაფერს არ უკეთებს. და მე ყოველ 4 წელიწადში ერთხელ მახსენებინებს იმ ტრაგიკულ მოცემულობას, რაღაც ჩემ კისერზე გადაიარა და უფრო მზაფრავს და გამოვდივარ სტუდიიდან და იგივე ხალხი, რომელმაც შეწინააღმდეგ კანონდარღვევა ჩაიდინა, თავისუფლები დადიან და მაყურებინებს. რავი, ახლა მე მაზოხისტი ხო არ ვიყარ, კაცო, და მაგიტო არ მივარ. ეგ არის რა. ჩვეულებრივი მანიპულაციის მასალა არის ეგ ხალხი, მეტი აღარაფერი. მანიპულატორებად იქცდა. თავის და უნებურად. ეგრეა. სიმართლე ეგრეა.